სხეულის თუ ხელების დაბანა მასში დანაშაულის გზნობას ამცირებს. იცით რა არის სუბტადაფის ეფექტი? კვლევრებმა უცნაური ფენომენი აღმოაჩინეს. ხელების დაბანას არა მარტო ჰიგიენური დანიშნულება, არამედ ფსიქოლოგიური ეფექტიც აქვს. არაცნობილ დონეზე ადამიანს უჩნდება განწმენდის, რაღაცის დასრულების და განთავისუფლების განცდები. სხეულის თუ ხელების დაბანა მასში დანაშაულის გზნობას ამცირებს. თითქოს შეცდომებისგან დისტანციური ხდება. ამას პილატეს ეფექტსაც ეძახიან. სუბტადაფის ეფექტს უკავშირდება იღბლის ჩამორეცხვის ფენომენიც. ხშირად კაზინოს მოთამაშეები მოგების დროს ხელებს არიბანენ და ასე აგრძელებენ თამაშს, რადგან ეშინიათ, რომ იღბალს ჩამოირეცხავენ. წაგების შემთხვევაში კი ინსტინქტურად იბანენ ხელებს. უიღბლობის მოსაშორებლად. ხშირად მოგების სერიის დროს სპორტსმენებიც არაცხავენ ფორმას, რათა გამარჯვება და იღბალი შეინარჩუნონ. ადამიანის წვინი წარმატებას თუ წარუმატებლობას ფიზიკურ სხეულთან აკავშირებს. ამიტომ ხელების დაბანა აღიქმება როგორც ძვლის ჩამორეცხვა და ახალი ფურცლიდან სუბტადაფიდან დაწყება. ასე რომ დაბანა არ არის მხოლოდ ჰიგიენა, ის ენერგეტიკული და ფსიქოლოგიური განახლებაა.